მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისას ერთი პირი დაშავდა. სამშენებლო კომპანიის განმარტებით დაშავებული სავარაუდოდ ობიექტის დარაჯია. როგორც შემთხვევის თვითმხილველები ჩვენს რედაქციასთან ამბობენ, მამაკაცს სამშენებლო ბლოკი დაეცა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ბლოკები ამ წის საშუალებით სართულზე აიტანეს, თუმცა მათი გადაადგილების დროს ერთ-ერთი ბლოკი ჩამოვარდა და ადამიანს დაეცა. არსებული ინფორმაციით დაშავებულს თავის არეში აქვს დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი კლინიკა იმედში გადაიყვანა, საიდანაც თბილისში გადაიყვანეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და აღნიშნავენ, რომ ობიექტზე კასკის გარეშე გადაადგილება აკრძალული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. ასპინძის მერია სამუსიკო სკოლისთვის როიალის და პიანინოების შესყიდვისთვის 175,000 ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით სამუსიკო სკოლისთვის შეიძენენ 10 პიანინოს, 1 როიალს და 1 სკამს. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია მიფასმა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 თვეში უნდა შეასრულოს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 14 თანამშრომელი გაანთავისუფლეს, ხოლო ტელევიზიის ხელმძღვანელობის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და შემცირებები კვლავ იგეგმება. როგორც მაუწყებლის დირექტორის მოადგილე მიხეილ ტარახჩევი აცხადებს, გაუქმდა გადაცემები, რომლებიც მისი შეფასებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებს არ პასუხობდა. მისივე თქმით, მაუწყებელში გაბერილი იყო საშტატო ერთეულები, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ თანამშრომლების კვალიფიკაცია შემოწმებაც იგეგმება. დღეს ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შესაბამისი ბრძანებები ელექტრონული პოსტით გაეგზავნათ. მათივე თქმით, შეტყობინებები გათავისუფლების კონკრეტული მიზეზის განმარტების გარეშე იყო. გრძელდება იმ ადამიანების შევიწროვება აჭარის მაუწყებელზე, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ, ყოველთვის კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ. მე რომელსაც ეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ტოკ-შოუ მაქვს ხუთშაბათობით, კვირაში ერთხელ და ეს არის სივრცე, სადაც მე ვფიქრობ და ამას თამამად გავიმეორებ ყველგან, ეს იყო სივრცე, სადაც მაყურებელს შეეძლო მოესმინა კრიტიკული კითხვებიც, შესაბამისად კრიტიკული და განსხვავებული პასუხები და შეფასებები. მე ამის თქმის არ მომერიდება და ზუსტადაც ამას ვუკავშირებ დღევანდელ გადაწყვეტილებას. მე არ მიმიღია რაიმე არგუმენტირებული პასუხი, რატომ დაიხურა ჩემი გადაცემა. ელექტრონულ პოსტაზე მომიგდა ძალიან შაბლონური წერილი, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, ახალ სატელევიზიო ბადეში გადაცემა სათქმელი ვერ მოხდა. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს გადაცემა, მე არ ვიცი სხვას რას გულისხმობდნენ და ეს ხელოვნური გადაცემები, როგორც უფროსი დირექტორი ამბობდა, რაბედი ეწიათ მათ, მაგრამ ეს გადაცემა ნამდვილად იყო ის, რომელსაც მაყურებელიც ყავდა, რომელსაც ინტერესიც, რომლის მიმართაც ინტერესიც არ იყო ნამდვილად პატარა, მაგრამ აქ არის კიდევ მთავარი დეტალი, ის რომ დიდი ხანია ეს გადაცემა ძილს ურთხოვს და სიმშვიდეს ურთხოვს ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ აქ არის მრავალფეროვნება ოპოზიციური სპექტრისა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩემთან მაგალითად, ჩემს გადაცემაში პრობლემა რაც იყო ის, რომ დეფიციტი იყო ქართული ოცნების, ხელისუფლების წარმომადგენლების, მიუხედავად მილიონი მცდელობისა, პირდაპირ მნიშვნელობით ხვეწნა მუდარისა, ისინი არ მოდიან ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ისინი კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს აქ. ჩემს პროფესიულ გამოცდილებაში და წარსულში რამდენჯერმე ყოფილა ზუსტად ესეთი რამ, არასასურველი პერსონა ვიყავი, ხდებოდი რა თქმა უნდა პერიოდულად ხელისუფლებისთვის და არაფერი უცნაური იმაში არ არის თუ ამის უკან რაღაცა სახელისუფლებო ან პარტიული ინტერესი დგას. მე ბოლომდე ვიბრძოლებ
რისი საშუალებაც იქნება, სამართლებრივად რა თქმა უნდა, რა სივრცეებს იქნება, ყველგან ვიბრძოლებ, იმიტომ რომ დღეს არ არის იმის დრო, რომ კრიტიკული აზრი საბოლოოდ გაქრეს და საქართველოში ამას ეს ჩაახშო. ვიც გაათავისუფლეს რამდენიმე ადამიანი ჩვენ გვეუბნება ეს იყო არა ორგანიზაციის ნაწილი, არამედ მათი აქტივიზმის გამო, მათი კრიტიკული კითხვების გამო გაათავისუფლეს და ასე შემდეგ. ხო, და ამიტომ მაინტერესებს, ანუ რა ნიშნით შეარჩეს ესე რომ ვთქვათ გათავისუფლებული კადრები. არავით არის პიროვნული მიდგომა არ არის, არავით არის რაღაცა არ ვიცი პოლიტიკური იქნება ის შეხედულება თუ რა ვიცი ცხოვრებისეული რამე სხვა მიდგომებით აქ ტარდება რეორგანიზაცია, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი. გარკვეული პოზიციები, გარკვეული სამუშაო ფუნქციები მოხდა გაერთიანება მათი ან საერთოდ გაუქმება და გადაცემების დახურვა ესე რომ ვთქვათ რა, რომელიც მიმდინარეობდა, რომელიც არ პასუხობდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სტანდარტებს ესე რომ ვთქვათ. ჩატარდა აუდიტი, ხო და დადგინდა მაუწყებლისთვის საჭირო ადამიანური რესურსის რაოდენობა ესე რომ ვთქვათ. და ამ ადამიანური რესურსის რაოდენობა, რომელიც დადგინდა, ჩვენ ისევ უფრო მეტი ადამიანი არის, იმიტომ რომ მაუწყებელში იყო გაბერილი საშტატო, ესე ვთქვათ, ერთეულები რა. ხო და ისევ სამართლიანობის და სამართლებრივი პროცესის დაცვით ხდება ეს ყველაფერი. ამ რეორგანიზაციის შემდეგ კიდევ იგეგმება კვალიფიკაციის შემოწმება იმ კადრებისა და უკვე დანარჩენი ადამიანები, რომლებიც უნდა მოხვდნენ შემცირებაში, ვინაიდან ისევ გეუბნებით დაფიქსირებული არის გაბერილი შტატი ორგანიზაციაში, იმ მეორე ნაკადში ისევ ვიღაცა სხვა ადამიანების მოხდებიან. ქობულეთის ბიუროს გადახურვის საჭიროება რატომ გახდა? ქობულეთი იმდენად ახლო ტერიტორია არის, რომ აქედან მოხდება, ესე ვთქვათ, გადაფარვა მათი. ჩათვალეთ, რომ აქედან იმუშავებს ჯგუფი. დროა გაგაცნოთ მირო ვანაძე, რომელმაც UFC-ს ოცნება უკრაინის დასაცავად დათმო. გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციას Independent Avenues სიუჟეტს. Друзі, вітаю! მეგობრებო, მას შემდეგ რაც რუსებმა კიევის 3 დღეში აღება ვერ შეძლეს, პატრიოტებზე ნადირობა დაიწყეს. როგორც ჩანს, ამ სიაში მეც მოვხვდი. 2 წელზე მეტია მირო ვანაძე რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუსეთის მტრების სიაშია, უცხოელ მებრძოლებს შორის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. რუსეთში მას დაქირავებულ მებრძოლად მოიხსენიებენ. თავად კი ამბობს, რომ უკრაინაში ბრძოლა მისი მოვალეობა იყო, როგორც ქართველის. მირო ვანაძის ყოველი დღე სავარჯიშო დარბაზში იწყება. ასე უმკლავდება ის ომის დროს მიღებულ ჭრილობებს და ძალების აღდგენას ცდილობს. როდესაც რუსული ძალები კიევს უახლოვდებოდნენ, მოხალისეთა ბატალიონს შევუერთდი. ჩემი მეთაური უკრაინელი მებრძოლი ოლეგ კუცინი იყო, რომელიც წლების წინ აფხაზეთში საქართველოსთვის იბრძოდა. 30 წლის შემდეგ კი რუსეთის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით. ვანაძემ ჯერ კიევის დასაცავად იბრძოლა, მოგვიანებით კი აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკივსა და დონბაში. 2024 წლის მაისში აფეთქებების შედეგად დაშავდა. დაუზიანდა ფეხი და მარჯვენა ხელი. მას რამდენიმე ოპერაცია დაჭირდა, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ინფექციამ შეაფერხა. არაფერს ვნანობ, დრო რომ უკან დავაბრუნო, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი. ვამაყობ, რომ გმირი უკრაინელი ხალხის გვერდით ვიდექი. უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან და მეც ჩემი პატარა წვლილი შევიტანე საქართველოს სახელით. საქართველოდან უკრაინაში 2018 წელს სასწავლებლად წავიდა. შერეულ ბრძოლებში კარიერული სპორტსმენი გახდა და ადგილობრივ ლიგაში ორგზის ჩემპიონობა მოიპოვა. ფაქტობრივად რამდენიმე თვეში ერთხელ გარკვეული სამედიცინო ჩარევა ხდებოდა საჭირო. ახლა შეხორცების პროცესი მიმდინარეობს და ვაკვირდებით იმისთვის, რომ მორიგი ოპერაცია ჩავატაროთ. შემდეგ კი უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ფეხის ფუნქციის სრულად აღდგენისკენ მივდივართ. ვანაძე ახლა ვეტერანებისთვის ადაპტირებულ საბრძოლო ღონისძიებებს აორგანიზებს. გასულ წელს კი უკრაინაში ქართველი ხალხის საერთაშორისო ასოციაცია დააფუძნა. მისი მიზანია ერებს შორის კავშირები გააძლიეროს. დიდი მიზნები მქონდა. მინდოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წავსულიყავი და UFC-ს მებრძოლი გამხდარიყავი. მერე ომი დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა. 2023 წლის ნოემბერში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაშინდელმა წინამძღვარმა პატრიარქმა ფილარეტმა მირო და ქართველი მოხალისეები წმინდა გიორგის მედლით დააჯილდოვა. ჩემი წინაპრები თითქმის 200 წელია რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. რომ არა შიდა ღალატი, ქართველებს არც ერთი ომი არ გვექნებოდა წაგებული. ჩვენ ვიცით თავისუფლების ფასი. ეს ფასი უკვე არაერთხელ გადავიხადეთ და კიდევ გადავიხდით. ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა და ეს ჩვენი თავისუფლების ფასია.
ჯერა რომ რუსეთი დაიშლება და ჩვენი წინაპრების დაღვრილი სისხლი ფუჭად არ ჩაივლის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ და ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ. მირო ამბობს, რომ ომმა მისი ცხოვრების გზა შეცვალა, მაგრამ არა მისი მიზანი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.